საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი ჯამშიდ ხოჯაევი და ტაშკენტის მერი შავკატ უმურზაკოვი დახვდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან და ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერს და სენატის თავმჯდომარესთან. ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მიერ სხდომა გაიმართება. მნიშვნელოვანი ვიზიტია ქვეყანასა, რომელთანაც ჩვენ დიდი ურთიერთობები, როგორც ისტორიული, ასევე მაღალ დონეზე ვითარდება ამჟამადაც, რა თქმა უნდა, პერსპექტივები კიდევ უფრო საინტერესო არის, გამომდინარე იმ ახალი შესაძლებლობებიდან, რაც დერეფნის განვითარების ჭრილში კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და გააღრმავებს არსებულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია ბუნებრივია როგორც ორმხრივი, ასევე უკვე ეკონომიკური კომისიის ფარგლებში შეხვედრები და ბუნებრივია ეს კარგი შესაძლებლობა და ძალიან საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე საუბრისთვის და რა თქმა უნდა იმ განვითარებისთვის თანამშრომლობის, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთს მნიშვნელოვნად წაადგება იმ დიდ განვითარებებში, რომელიც ორივე ქვეყანას გააჩნია. ორმხრივი კომისიის ფარგლებში, ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დღეს უზბეკეთში დაიწყო ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში და შესაბამისად ჩვენი გამოცდილებების გაზიარება გარემოს დაცვითი მიმართულებით პოტენციალი საკმაოდ დიდია, ჯამში ეკონომიკა და საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა აუცილებლად შუა დერეფნის ნაწილს, მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არის და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის აქ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული